აი ნახეთ რა იცის მაყვალმა თავს მიწაზე დადებს თუ არა, მაშინ ფესვს იკეთებს. აი ესე მარტივი გასამრავლებელია ის წლევანდელი ტოტით. წლევანდელ ტოტში რას გულისხმობ და იმასაც ადრე რომ თქვი წელიწადში 1 საათს ითხოვს ადამიანს შრომას თქო, მაგასაც მოგახსენებთ. აი ახლა ზუსტად მაგისი დრო. აი ამ ზირს აქვს ორი სხვადასხვა ასაკის სამონაყარი. ერთი შარშანდელი, ერთი წლევანდელი. შარშანდელი უნდა მოიჭრას. შარშანდელმა ტოტებმა წელს მოსავალი მოგვცა, მაგრამ გაისად აღარ მოისხავს. უმჯობესია მოჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაავადებების კერა გახდება. გარჩევა მარტივია. აი როგორ განსხვავდება წლევანდელი და შარშანდელი ტოტის ფოთლები. შარშანდელი ცოტა შეყვითლებულია, თან ნაყოფის ნარჩენებია დარჩენილი, წლევანდელი ხასხასა მწვანე არის. ამ შემთხვევაში ყურადღებაა საჭირო, რომ შემთხვევით წლევანდელი არ მოგეჭრათ. ასევე ეცადეთ, რომ ახალი ნაზარდები მიწას არ შეეხოს და ყოველთვის სიმაღლეზე იყოს, თუ გინდათ, რომ არ გამრავლდეს. და მერწმუნეთ, გაისად უხვი მოსავლით დაგასაჩუქრებთ.